პრეზიდენტობის პირველ 40 დღეში ტრამპი ისვრის საინფორმაციო სკანდალებს წყლის ჭავლის სიმძლავრით სახანძრო მილიდან. ასეთი იყო ერთ-ერთი შეფასება პრესაში ახალი პრეზიდენტის პოლიტიკაზე რამდენიმე დღის წინ. მაშინ წერდნენ, როგორ დაიტბორა საინფორმაციო სივრცე ძალიან მოკლე ვადაში ერთმანეთზე წარმოუდგენელი თემებით. ტარიფების ომი, ტრამპი და კანადა, ტრამპი და გრენლანდია, ტრამპი და პანამა, ტრამპი და ჩინეთი, ტრამპი და ზელენსკი, ცხადია ტრამპი და პუტინი, შვიდობის იძულება ოღონდ მეტად უკრაინისთვის. მოკლედ და უტრირებით რომ თქვათ, ასეთია თვენახევარში დატრიალებული ამბების მოკლე ჩამონათვალი. შეიძლება ითქვას, რომ 47 პრეზიდენტის 99 წუთიანი გამოსვლა იყო სწორედ ამ პირველი გადაწყვეტილებების შეჯამება და მათ გენიალურობაში აუდიტორიის დარწმუნების მცდელობა. გამოსვლა სავსე იყო პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავისთვის ნათქვამი კომპლიმენტებით. შთამბეჭდავი რეკორდული სისწრაფის განუმეორებელი გასაოცარი არაჩვეულებრივი ოქროს ხანა. ყველა ეს სიტყვა ტრამპმა საკუთარ გადაწყვეტილებებს მიუძღვნა. თქვა რომ გააკეთა გაცილებით მეტი პირველ 45 დღეში ვიდრე სხვებმა მთელი ვადის განმავლობაში, მისი პოლიტიკის თანაბარ ფიგურად დაასახელა თვით ჯორჯ ვაშინგტონი. ბევრმა განაცხადა, რომ ჩვენი პრეზიდენტობის პირველი თვე ყველაზე წარმატებულია ერის ისტორიაში. რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამ მიღწევას. იცით თუ არა, ვინ არის ნომერი 2? ჯორჯ ვაშინგტონი, ასე თქვა მან ზუსტი ციტირებით. აქვე ვთქვათ, რომ ეს არ არის პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვა ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მიმომხილველები შენიშნავენ, რომ მნიშვნელობით უტოლდება მას. ამიტომ მოუყვეთ ეს ამბავი მეტნაკლებით ამიმდორობით. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი 99 წუთიანი გამოსვლა დაიწყო ძალიან ხანგრძლივი ტაშით. ამერიკის 47 პრეზიდენტს ტაშს უკრავდნენ 9 წუთის განმავლობაში, ოღონდ მხოლოდ მისი პარტიის წევრები. ტრამპმა პირველი სამი მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს, სპიკერს, სოლს მელანია ტრამპს. გამოსვლა დაიწყო სიტყვებით ამერიკა დაბრუნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. President of the United States. აბსოლუტური კონტრასტი დარბაზში პირველი წამებიდანვე აშკარა იყო. დემოკრატები დემონსტრაციულად არ უკრავდნენ ტაშს, ისხდნენ ბანერებით, რომელზეც ეწერა სიტყვები ტყუილია, მცდარია, მასკი იპარავს. დემოკრატები აპროტესტებდნენ მასკის პოლიტიკას, რომელსაც ტრამპისგან გუშინ კიდევ ერთხელ ერგო განსაკუთრებული მადლობა. ამ პროტესტის გამო დარბაზიდან გააძევეს კონგრესმენი ელ გრინი, რომელიც ამბობდა, რომ ტრამპს არ აქვს მანდატი და მისი იმპიჩმენტია საჭირო. Business optimism saw its single largest one-month gain ever recorded. Mr. President. A 41-point jump. Members are directed to uphold and maintain decorum in the House and to cease any further disruptions. Take your seat, sir. შორის ტრამპმა ამის შემდეგაც არაერთხელ აღნიშნა, რომ დემოკრატები მას არ უკრავენ ასტრონომიული მიღწევებისთვის. 99 წუთის განმავლობაში 47 პრეზიდენტი თითქოს ებრძოდა 46-ის ბაიდენის აჩრდილს, მას აბრალებდა ყველაფერს, მას აბრალებდა კვერცხის ფასის ზრდასაც კი. პირველ რიგში კი ცხადია მის პასუხისმგებლობა დაცხადებდა ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში და რომელიც წინა ადმინისტრაციამ ტრამპის თქმით ვერ შეაჩერა. აქ ქრონოლოგია მცირედ დავარღვიოთ, რადგან ოვალურ ოფისში ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენი ყურადღების მთავარ ფოკუსში არის ცხადია უკრაინის თემა. მედიაში წინასწარ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპი გუშინ გამოაცხადებდა მინერალების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, ტრამპის ტონი იყო აშკარად შერბილებული. მას აღარ უხსენებია თეთრსახლში მომხდარი ინციდენტი, აღარ უხსენებია უკრაინისთვის მხარდაჭერის შეჩერება. თქვა, რომ ერთის მხრივ მიიღო წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან, რაც არის დასაფასებელი, ორას მხრივ ახსენა რუსეთიდან წამოსული მშვიდობის სიგნალები. ვნახოთ ოდნავ ცვლად ეს ფრაგმენტი.
ძირფასო თანამოქალაქეებო, ამერიკა დაბრუნდა. მოემზადეთ შესანიშნავი მომავალისთვის, რადგან ამერიკის ოქროს ხანა ამ წამს დაიწყო. ის აქამდე არნახული იქნება. მე დაუღალავად მუშაობ, რათა დავასრულო ველური კონფლიქტი უკრაინაში. მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ მოკვდა ან დაიჭრა ამ საშინელ და დაუნდობელ კონფლიქტში, რომელსაც ბოლო არ უჭრავს. კიდევ 5 წელი გინდათ ეს გაგრძელდეს? პოკაჰონტასი იყო და კიო. დღეს ზელენსკისგან ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე. წერილში ეწერა უკრაინამ მზადაა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაც შეიძლება ჩქარა, რათა მოხდეს ხანგრძლივი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მან თქვა: მე და ჩემი გუნდი მზადვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივიღოთ მშვიდობა, რომელიც განგრძობითი იქნება. მინერალებისა და უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად უკრაინა მზადაა თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. მე ვაფასებ, რომ მან გამომიგზავნა ეს წერილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღე. პარალელურად ჩვენ გვაქვს სერიოზული საუბრები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. არ იქნებოდა ეს მშვენიერი? ტრამპმა აქვე გააკრიტიკა ევროპა, თქვა, რომ ისინი რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებენ და უკრაინის დასახმარებლად საკმარის არაკეთებენ. აქამდე ევროპამ სამწუხაროდ უფრო მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. ბევრად მეტი. დაფიქრდით ამაზე. აქამდე ჩვენ დავხარჯეთ მგონი 350 მილიარდი დოლარი. ბავშვისთვის კანფეტის წარქმე ვასწავლით. ესა არაც მოხდა. მათ კი დახარჯეს 100 მილიარდი დოლარი. რა განსხვავება? ჩვენ ოკეანე ვყოფს, მათ არა. მაგრამ მათ ძალიან კარგად ვეწყობით და ბევრი კარგი რა. ბაიდენმა მეტი ფული გამოყვა ბრძოლაზე, ვიდრე ევროპამ დახარჯეს. მილიარდობით დოლარი. თუ დასაჯერებელია, რომ არ გაჩერდნენ და არ უთხრეს. მოდით ახლა გავთანაბრდეთ. ჩვენთან თანაბრად უნდა იყოს ხარჯები, მაგრამ ეს არ მოხდა. დაიწყო თუ არა უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობების განმუხტვა, თუ ფინალამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. მედიაში გავრცელებული ცნობებიც ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავია. დიდი დაპირისპირების შემდეგ დიდი შემოbrunება ჯერ არ ჩანს, თუმცა არის ამის მცირე ნიშნები. კვლავ ბუნდოვანია, რამდენად ხანგრძლივი იქნება უკრაინის დახმარების შეჩერება, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში უწოდებენ დროებით პაუზას. ვისაუბროთ თემაზე, სადაც ტრამპი ნამდვილად შეუჩერებლად და პაუზის გარეშე მოქმედებს, ეს არის ტარიფების ომი, გამოსვლის ნაწილი ცხადია დაეთმო ეკონომიკას, ინფლაციის კოშმარს, როგორც თქვა ტრამპმა, ესეც ცხადია დაბრალდა ბაიდენს, ტრამპმა ახსენა პანამის საკითხი და კიდევ ერთხელ მოიწვია შტატებში გრენლანდია. ზავნილი მაქვს გრენლანდიის შესანიშნავი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებით შეერთებულ შტატებში. ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. მუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ის მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ის რეალურად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ. ასე თუ ისე მაინც მივიღებთ. ჩვენ გამყოფებთ უსაფრთხოდ, გაგამდიდრებთ, ერთად ავიყვანთ გრენლანდიას სიმაღლეზე, რომელზეც არც კი გიფიქრია. საკითხს და პანამის არხზე შტატებისთვის აქ ბერკეტების გადმობარებას აქ საინტერესო იყო, რომ ამ თემის დალაგება ერთგვარად დაევალა სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. წარმატებები მარკო, ახლა ვიცით ვის დავაბრალოთ, თუ საქმე წავა ცუდად, ასე ეხუმრა ტრამპი მას. რუბიო ამ რეპლიკით დიდად გახარებული არ ჩანს კადრებში. And we have Marco Rubio in charge. Good luck, Marco. პანამის არხის დაბრუნებას მარკო რუბიო გაუძღვება. წარმატებები მარკო. ახლა ვიცით ვის დავაბრალოთ, თუ საქმე ცუდად წავა. Marco's been amazing. ოთაშორის ამერიკული მედია რესპუბლიკური პარტიის მაღალ ჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი ერთგვარად იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ დაბალია მისი გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი დიპლომატია. წყაროს თქმით, რუბიო ღელავს იმიტომ, რომ თითქმის ყველაზე ბოლოს იგებს საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მიღებულია თეთრ სახლში. სახელმწიფო მდივანი თითქოს ნამდვილად არის ჩრდილში და ნაკლებ აქტიურია. მის სიჩუმეზე ოვალურ ოფისში მომხდარი სკანდალის დროს არაერთხელ დაიწერა. რაც შეეხება პანამის საკითხს, ტრამპი ამ თემაზე საუბრობდა არჩევნებამდეც, ამბობდა, რომ არხი უნდა ემართა პანამას და არა ჩინეთს, ან ვინმე სხვას, ამიტომ არ დაუშვებენ, რომ ის აღმოჩნდეს უცხო ხელში. ჩინეთთან დაპირისპირება, როგორც ჩანს, იქცევა ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელად. პოლიტოლოგთა ნაწილი სწორედ ამ მიზნით ხსნის ტრამპის შეცვლილ რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში. რა საფუძველი ან რა მომავალი აქვს ამ ხედვას? შტატები, ჩინეთი, რუსეთი ამ სამეულს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ურთიერთობა ჰქონიათ. ბოლო დღეებში ხშირად ახსენებდნენ კისინჯერისა და ნიქსონის პოლიტიკას, ჩინეთთან ურთიერთობების დათმობას და ამბობდნენ, რომ ის რაც ახლა ხდება არის ამ სტრატეგიის რევერსი. სტრატეგია რევერსული კისინჯერი, სწორედ ასე უწოდებს ჩვენი პირველი სტუმარი ამ პოლიტიკას, სინოლოგ შაკო ჩიხვალძესთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ, რა პერსპექტივა აქვს ტრამპის ნაბიჯებს სწორედ ამ მიმართულებით.
მანამდე კი ვთქვათ, რომ პირველი მკაცრი პასუხი სატარიფოებზე შტატებმა ჩინეთისგან უკვე მიიღო. თუ ომი არის ის, რაც შტატებს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ასეთი ტექსტი გამოქვეყნდა საელჩოს გვერდზე. ჩინეთთან დაპირისპირება შტატების პოლიტიკაში სიახლე არ არის, თუმცა რაც პოლიტიკის ექსპერტთა გაკვირვებას იწვევს, ეს არის შტატების დაპირისპირება პარტნიორ კანადასთან, რომელსაც ასევე ტარიფების ომი გამოუცხადა ტრამპმა. პრეზიდენტის გამოსვლის დღეს ამოქმედდა ახალი ტარიფები კანადის და მექსიკის წინააღმდეგ გაორმაგდა დაწესებული ტარიფი ჩინეთის მიმართ. ტრამპმა თქვა, რომ მზად არის ქვეყნებს პროპორციული ტარიფები და პირობები დაუწესოს. როგორ ტარიფებსაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავაწესებთ მათ ტარიფებს, რასაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავაწესებთ, ასე თქვა მან, რასაც მალევე მოჰყვა პრემიერ ტრუდოს მწვავე პასუხი. United States wants to trade war against Canada. შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი გამოუცხადა კანადას, ახლო მოკავშირის პარტნიორსა და მეგობარს. ამავდროულად ისინი ლაპარაკობენ პოზიტიურ თანამშრომლობაზე რუსეთთან, მკვლელი მატყუარა დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დამშვიდებაზე. ამის გაკეთებას მათთვის აზრი აქვს. კანადელები გონიერები არიან, ჩვენ ვართ ზრდილობიანი ხალხი, მაგრამ ბრძოლაში უკან არ დავიხებთ, როდესაც ჩვენ ქვეყანას და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს საფრთხე ემუქრება. დაგავლენა იქნება ტარიფების ომს ეკონომიკაზე, ამ თემასაც უფრო ვრცლად განვიხილავთ დღეს რომან გოცირიძესთან მიმოხილვის დასასრულს ვთქვათ დემოკრატების პოზიციის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, მისი ოპონენტი პარტია ავრცელებს საპასუხო განცხადებას. ამ შემთხვევაში ეს იყო დემოკრატების ერთ-ერთი წევრი, მიჩიგანელი სენატორი ელისა სლოტკინი. სენატორმა სლოტკინმა თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ძალიან უყვარს ფრაზის მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით გამეორება. ეს არის ფრაზა, რომელიც მან მოპარა რონალდ რეიგანს. ნება მომეცით გითხრათ, რომ იმ შოუს შემდეგ, რაც გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ვნახეთ, რეიგანი ალბათ საფლავში ტრიალებს, ასე თქვა სენატორმა ვიდეო მიმართვის დროს. მან თქვა, რომ ცივი ომის დროს იყო ბავშვი და მიიჩნევს, რომ ტრამპის მსგავსი პრეზიდენტი ამერიკას ამ ომში დამარცხებას მოუტანდა. ისცენა ოვალურ კაბინეტში არ იყო უბრალოდ რეალითი შოუს ცუდი ეპიზოდი. მან შეაჯამა ტრამპის მთელი მიდგომა მსოფლიოსადმი. მას ჯერა ვლადიმერ პუტინის მსგავს დიქტატორებთან დაახლოების და კანადის მსგავსი ჩვენი მეგობრებისთვის კბილებში ჩარტყმის. ის ამერიკის ლიდერობას უძრავი ქონების გარიგების სერიებად ხედავს. ვთქვათ, რომ პრეზიდენტის კონგრესისადმი მიმართვა არის დიდი ისტორიის პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც ხელისუფლების ანგარიშ ვალდებულებას ასახავს. ამ მოხსენების საფუძვლები არის ამერიკის კონსტიტუციითაც განსაზღვრული. იყო წერილობითი მიმართვების ტრადიციაც, თუმცა პრეზიდენტები ახლა ძირითადად წარსდგებიან პირადად კონგრესის წინაშე ქვეყნის მიღწევებზე და გამოწვევებზე სასაუბროდ. მედია წერს, რომ კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვების შინაარსი ან ამ ტიპის მიმართვების შინაარსი არჩევიდან მალევე ცოტას ახსოვს, თუმცა ზოგიერთი მიმართვა ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. მაგალითად, ასეთი იყო ჯეიმს მონრო, რომელმაც ამ ერთ-ერთი კონგრესისადმი მიმართვის დროს ისაუბრა სწორედ 1823 წელს კონცეფციაზე, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა მონროს დოქტრინა. მონროს დოქტრინას ტრამპის პარალელურად დღეს ხშირად ახსენებენ. საუკუნის წინ მონრომ პოლიტიკის ძირითად პრინციპად წამოაყენა მსოფლიოს ამერიკულ და ევროპულ სისტემებად დაყოფის და მათი გამიჯვნის იდეა. პირობითად ამერიკა ამერიკელებისთვის პრინციპი, მეტად იზოლაციონისტური ხედვა. ტრამპის ადმინისტრაციაში ახსენებენ ამ მეტაფორას და ამბობენ, რომ არ ადარდებთ თუ ვინმე ტრამპის პოლიტიკას უწოდებს მონროს დოქტრინა ნომერ 2-ს. მოკლედ ტრამპის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ გადაცემის პირველ ნაწილში.